საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ყოფს, პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. ხევსურეთს სახელწოდება ამ მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო აქვს შერქმეული. მისი გეოგრაფიული სახელწოდებაც ხევსურეთი აქედან არის წარმომდგარი და ნიშნავს ღრმა ხევებიან ადგილს. ამ სახელწოდებით წყაროებში მე-15 საუკუნიდან იხსენიება. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი ერთმანეთს არხოტისა და დათვის ჯვრის უღელტეხილებით უკავშირდება. ოდესღაც აქ სიცოცხლე ჩქებდა. დღეს სიჩუმი სოფლად გადაქცეულა. ციხე-ქალაქი შატილის შუა საუკუნეებში, მე-11 საუკუნეში აუშენებიათ. არღუნის მარცხენა ნაპირზე გაშენებულ კოშკებს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩეჩნეთ-ინგუშეთი ესაზღვრება. ციხე-ქალაქის კოშკები და კალოენის სახლები ერთდროულად პირუტყვის სადგომიც ყოფილა, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც. შატილი ერთი მთლიანი ქვაციხეა. აქ მხოლოდ ერთი გვარის ხალხი, ჭინჭარაულები ცხოვრობენ. მუდამ თავშეკავებული და სიტყვაწონწი ხევსურები, რომელთაც პირად გასაჭირს ეწუწუნი არჩევიათ, გაუსაძლის ყოფას ვეღარ უძლებენ და დახმარებას ითხოვენ. შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. შატილი საუკუნეების განმავლობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. უკვე მუცოში ვიმყოფებით, რომელიც არტოდის მდინარის წყლის ნაპირზეა გაშენებული. სოფელი მუცო ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო.